კი ბატონო, მე სულ ვამბობ და ახლაც იმას გავიმეორებ, რომ მნიშვნელობა არ ქონდა რა ეწერებოდა იმ ტექსტში, აქ იყო უბრალოდ რაღაც პოზიციის ღიად გამოხატვაზე, იმიტომ რომ როგორც ჩანს და ძალიან სამწუხაროა, რომ საჯარო სექტორში აღარ სჭირდებათ ისეთი ადამიანები, ვინც გაბედავს და საერთოდ აი რამე ნეიტრალურ საკითხებს კი ამოიღებს ხმას და ეს აუცილებლად შეეტყობა სისტემას და უკვე ეტყობა. ანუ გამოდის არ სჭირდებათ პროფესიონალები. კი, არ პროფესიონალები. ერთად არის ყველაფერი. შეუძლებელია, რომ ამ პეტიციას იყო პროფესიონალი და ხელი არ მოაწერო ამ. რა თქმა უნდა, ანუ პირდაპირ ღირსების საკითხების მithumetes ზოგიერთი ისეთ სპეციფიური სამინისტროებისთვის, როგორც არის თავდაცვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა არც ჩვენთვის არ იყო სხვანაირად, იმიტომ რომ სულ მუდმივად ჩემი საქმიანობის ფარგლებში ვამოწმებდი და ვედრებოდი იმ ევროპულ გამოცდილებებს, პროექტს წერდი თუ ასე შემდეგ, ჩემი სულ ეს სწორება მქონდა ყოველთვის ევროპულზე, იმიტომ რომ ევროპული არის კარგი და არ არის თვითმიზანი, ანუ მაგიტომ მქონდა ხო სწორება ამ მიმართულებით. ახლა რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების ამბავი ზუსტად იგივე იყო, რაც ანამ მოყვა პეტიციის გამო და განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო და ესეც ტრაგედია არის, რომ რატომ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, რომ ამბობ, რომ ეს ქვეყანა უნდა მიდიოდეს ევროპისკენ, რატომ უნდა განსხვავდებოდეს ამაში შენი და სახელმწიფოს უფრო სწორედ მთავრობის პოზიციები, ესეც ძალიან სამწუხაროა. ახლა რაც შეეხება აი ამ სიუჟეტს. როგორც მახსოვს, ჟურნალისტი ეკითხება, რომ რას აკეთებენ მომღერლები თამადი მსახიობებიო და სტრატეგიაზე და განვითარების გეგმებს წერენო და ну რა ვიცი ხა ანუ ყველა თავის საქმეს რო არ აკეთებს მაგიტო არის დღე რო არ გავარო არ გავიგოთ მოკლურებზე ყელი გამოჭრეს რაღაცა სცემეს დღეს ხა ერთი ბიჭი სიკვდილს ებრძვის იმიტომ რომ ვიღაცამ მის ანუ თავზე ფეხებით შედგა და მძიმე მდგომარეობაში არის და ეს ყველაფერი მაგიტო ხდება როცა მოშლილი არის სახელმწიფო ეს ეთყობა საჯარო მოხელების მიმართ მიდგომებსაც რომ დასაქმებულები არიან ესეთი ადამიანები რომლებიც თურმე სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრ სტრატეგიის განვითარებას მიწერს მომღერალი, ანუ რაღაცა ცოტა შესაბამისობაში მაინც მოიყვანონ. მაგიტომ არის დღე რო არ არ მგონია რამეს წერდეს და საერთოდ ანუ თვითონ ამბობს არ დავდივარ. სულები დისტანციურზე არის თათარაშვილი, მაგალითად. დისტანციურად წერს სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის განვითარების სტრატეგია. გამახსენდა ქუთაისის ცურვის გაკვეთილები, აუზში რო ასწავლიდნენ ცურვას, ანუ დისტანციურად არის თათარაშვილი ჩართული ამ პროცესში. ოდო ჩემთვის ეს ან ხა ვლაპარაკობ ანუ ემოციის მიღმა ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ტრაგედია არის მართლა ანუ უკვე არ გადის დღე რო არ გავიგოთ რაღაც შემზარავი ამბების გამო. იმიტომ რომ პოლიცია რომელიც უნდა უსაფრთხოებას იცავდეს რაღაცა კომიკური მასში ჩააყენეს ეს ადამიანები რომელსაც აწერიათ რომ ემსახურები ქვეყანას და ჩვენც ანუ ხედავთ დაგვცინის თათარაშვილი პირიქით აქეთ ჩვენ. ხო და ანუ დღეს ასევე ნახე სადღაც წავაწყდი ინფორმაციას რომ სენაკში ესე იგი მერის ბიძამ მას შემდეგ რაც მერი გახდა მოიგო 17 ტენდერი აქედან 14 უკონკურენტოდ. ეს ხო არის ანუ ღიად ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს და ეს ხო დანაშაულენ ხო შეგვიძლია რომ ამაზე ვივადოთ და არავინ არაფერს არ აკონტროლებს. მერიაში აი ანუ ესე ერთი ხელისმოსვლით გამოგვიშვეს და დღემდე ანუ აი მაგაზეც წდება გული რომ თვითონ თანამშრომლებსაც არ გამოუთქვამთ არასოდეს პროტესტი. პარკინგის ადგილი არ აქვს რიგით თანამშრომლებს და გარშემო დადიან და ეძებენ სად დააპარკინგონ. მანქანა როდესაც მაღალი თანამდებობის პირები ძალიან ჩვეულებრივად მარტივად შედიან და მერიის შიდა პარკინგზე აპარკინგებენ, ხო? ანუ ეს ხო ყველაფერი დადის იქამდე რომ რასაც როგორც დაგვცინიან, როგორც გვექცევიან და როგორც მოშლილი არის სახელმწიფო, ესე იგი ამის ღირსები ვართ. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ რომ ხალხს აი ესე მასშტაბურად ეს ადარდებდეს. ხო შეიძლება რომ რაღაცაზე ადამიანს მოგინდეს ხმა მოიღოს ქვეყანა სადაც ქუჩაში ნახულობენ როგორ სცემენ ადამიანებს, როგორ ახტებიან სახეზე თქვენს ოპერატორს, როგორ გადაუარეს სამი ადამიანი რომ ხტუნაობდა მის სხეულზე. ამაზე როდესაც არ გაქვს პროტესტის განცდა, აი მე უკვე საჯარო მოხელები გათავისუფლდნენ, იქ სხვები დაასაქმეს თუ როგორ ხდება, მგონია რომ ამაზე მithumetes აღარავის აღარ ექნება რეაქცია. ცოტა უნდა გამოფხიზლდეთ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც აუცილებლად ყველას შეეხება. დღეს ასევე გავიგე, რომ მამაკაცი ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი ისანში ნაცემი და ის დანა მქონდა მე თუ არ ვწდები ჩარტყმული და სისხლისგან დაიცალა. ეს არც მშვიდობა, არც ღირსება არ არის. ეს არის ძალიან სახიფათო მდგომარეობა. აღარ არის უკვე აქ ლაპარაკი საჯარო მოხელეებზე და თემურ თათარაშვილი სად არის დასაქმებული. ხალხო, ყოველდღიურობას ვკარგავთ ჩვენ და ვკარგავთ უამრავ ადამიანს ჩვენს გარშემო. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.